უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და წევრებისგან შემდგარ დელეგაციას, რა თქმა უნდა, მიზანი არის დიალოგის გაგრძელება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც ზოგიერთი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი საქართველოში და მის გარეთ ცდილობს, რომ საქართველოს მოსხოს ჩირქი. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაიმეორა ის დასკვნა, რაც ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია 2020 წელს ჰქონდა არჩევნებთან დაკავშირებით და გახსოვთ თქვენ მაშინ თავარი დასკვნა, რაც გააჟღერა მისიის ხელმძღვანელმა 2020 წელს, საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია ახლა წინ გახედვა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმ პირობისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, რომ მათთვის სახელმძღვანელო იქნებოდა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, ჩვენ აქ მოგვატყუეს და ნაცვლად ამ დასკვნის საფუძველზე საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელებისა, ჩვენ ბრიუსელის მხრიდან ნახეთ ცდილობა, რომ წაქეზებული იყო რადიკალური დღის წესრიგი, ნახეთ კონკრეტული უცხოური პოლიტიკური ჯგუფები, ქვეყნებიც კი, რომელიც აქეზებდნენ საქართველოში დემოკრატიის ძირგამოთხრელ საქმიანობას, უარყოფას დემოკრატიის და საბოლოო ჯამში ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას, როდესაც ჩვენ ნახეთ 4 ოქტომბერს ზოგიერთი უცხოური პოლიტიკური ჯგუფების და მათ შორის ზოგი ქვეყნის ლიდერის მხრიდან მხარდაჭერა ხელისუფლების ძალადობრივ დამხობის მიმართ. ასე რომ ეუთო ჩვენ ვართ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან აქტიური წევრები და მნიშვნელოვანია ეს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მისი ახალი ხელმძღვანელიც აგრძელებს იმ ხაზს, რომელიც უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ორგანიზაციას კონსტრუქციული დიალოგისა და ამ მხრივ ჩვენ სრული მზადყოფნა აქვს. არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით იყო მათი მკითხაოდა რა ზოგადად აქციებზე იყო საუბარი. მე მაინტერესებს ადამიანის მდგომარეობაზე თუ იყო საუბარი მათი მხრიდან ამ კანონ პროექტების მიღებაზე. რაიმე რჩევა ან რაიმე თემასთან დაკავშირებით კრიტიკა ჰქონდათ? უპირველეს ყოვლისა დელეგაციას აინტერესებდა ჩვენი მოსაზრებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ასე ვთქვათ ქმედებებთან თუ განვითარებებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-11 მოწვევის პარლამენტთან დაკავშირებით, როდესაც ოპოზიციამ ოპოზიციამ დემოკრატიის უარყოფით სცადა ძირი გამოითხარა ქართული დემოკრატიისთვის მანდატების გაუქმების გზით. ჰქონდა საუბარი მას შემდეგ ყველა საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე და ასე შემდეგ ის, რაც ზოგადად დღის წესრიგში დგას ხოლმე საერთაშორისო ორგანიზაციებში სხვადასხვა წევრის მხრიდან. ასე რომ ყველა დეტალზე მგონია საჭირო იყოს საუბარი, ჰქონდა ერთ საათიან შეხვედრა ცოტა მეტ ხანსაც გაგრძელდა პრინციპში, სადაც რა თქმა უნდა ყველა საკითხის მოცვა რთულია ხოლმე. დელეგაციას ექნება შეხვედრები ასევე აღმასვლელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასე რომ ყველა საკითხი რაც საინტერესოა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის, ყველა საკითხი იქნება განხილული. კიდევ ერთხელ ჩვენთვის არ ქონდა როზე საუბარი ამ შემთხვევაში, თუმცა იცით რომ ჩვენ ველით ანგარიშს თვითონ ექსპერტის მხრიდან, რომელიც მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში იყო ჩამოსული. კიდევ ერთხელ ჩვენთვის არის რამდენიმე რამ მნიშვნელოვანი, კერძოდ პირველი რომ ჩვენ გავართ სიმართლეზე, ეს არის ჩვენი მყარი და მთავარი ფუნდამენტი, რომელიც დღემდე ვერავინ ვერ მოარყია, იმიტომ რომ შესაძ დგახარ სიმართლეზე, იქ შეუძლებელია, შეიძლება მოკლევადიანი ხელოვნური პრობლემები ვინმე შეგიქმნას, მაგრამ შეუძლებელია ხანგრძლივად ვინმე შეძლოს სიმართლის დამალვა და ტყუილზე აწყობა, როგორც ამას აკეთებს დღევანდელი ბრიუსელი. ჩვენ გარდა ამისა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ იყოს გამოყენებული იარაღად პოლიტიკური ზოგიერთი ქვეყნის თუ პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, როგორც ამას მაგალითად პასეს შემთხვევაში, ევროპარლამენტის შემთხვევაში ახერხებენ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საბედნიეროდ ჯერჯერობით ამ გავლენისგან არის მეტნაკლებად დაცული და ცდილობს მათ შორის ასამბლეის ხელმძღვანელობა, რომ ამ რთულ პირობებში განსაკუთრებით გაერკვიოს თავად სიმართლეში და ის თავსმოხვეული პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომელიც ბრიუსელიდან გვესმის ქართული ხალხის წინააღმდეგ,
ეს დეზინფორმაცია და პროპაგანდა არ მიიღონ უკრიტიკოდ. სამსახურში დაწყობილ განმარტებაზე კითხავთ, ნახეთ რომ დაიბარეს წინააღმდეგელი კიდე რამდენიმე ადამიანი და ისინი ნაწილობრივ ცდილობენ დისტანცირებას იმ განცხადებებისგან, რაც გააკეთეს მათ. რას ნიშნავს ეს განცხადებები იმ უსაფრთხოების ჭრიში, რაშიც ახლა ქვეყანა იმყოფება, როდესაც რეგიონში ფაქტობრივად არის ცეცხლი გახსნილი, ხო? რას ნიშნავს მათი განცხადებები და რა შეიძლება გამოიკვეთოს ამ გამოძიების შედეგად? მნიშვნელოვანია რომ საბჭოთა უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხით დაინტერესდა და მნიშვნელოვანია რომ ყურადღებით დააკვირდნენ ასეთი სუბიექტების მოქმედებას საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ხელის გულზე დევს რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს საინფორმაციო თავდასხმასთან საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მეთოდი ჰიბრიდული ომისა. პირდაპირ გაწერილია სახელმძღვანელოებში, როგორ იქნება ყალბი კვაზი მეცნიერული ნაშრომები, კვლევები ეგრეთ წოდებული, რომელიც შემდეგ და პირდაპირ არის ნაბიჯებად გაწერილი, რომ იქნება ჯერ ყალბი კვლევა, რომელიც ტირაჟირება ხდება შემდეგ მედიის მხრიდან, შემდეგ ხდება ამაზე გამოხმაურება და ამით იქნება აღქმა გარკვეულ ქვეყანასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ საინფორმაციო ომი, რომლის მონაწილეებად ისახებიან უცხოეთიდან დაფინანსებული აქტორები. ჩვენ ვხედავთ ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებულ თინა ხიდაშოს, რომელსაც გამოკვეთილი ანტიქართული დღესასრიგი აქვს, რომელიც ცდილობს, რომ დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა, ცდილობს, რომ გარე ძალებს შეუქმნას საბაბები საქართველოზე პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმისა. ვხედავთ გიორგი კანდელაკს, რომელიც ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანი არის, რომელიც ყველა კრიტიკულ მომენტში ის არის ხოლმე პირველი ადამიანი, რომელიც ცდილობს დაბნეულობის შემოტანას საზოგადოებაში, ცდილობს გარედან დარტყმის ობიექტი აქციოს საქართველოს. შეგახსენებთ, გიორგი კანდელაკი არის ის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც უვიზო მიმართულებას გვაძლევდნენ, მაშინ დარბოდა კარიდორ დერეფენში და ცდილობდა მაშინ ჩაეშალა ეს პროცესი. შეგახსენებთ სამების ტაძარში ხატთან დაკავშირებული სკანდალი, რომ გიორგი კანდელაკი იყო, რომელმაც არაფრისგან შეეცადა და სკანდალი შეექმნა. ეს ადამიანი არის პირდაპირ ჩანს ხელით იკვეთება, რომ არის ადამიანი, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ უცხო ძალებს შეუქმნას საბაბები საქართველოს თავდასხმისა. ასე რომ ეს ილუსტრაცია არის ეკა გიგაური, ესტონელი NGO-შნიკი, რომელიც ზუსტად ამას აკეთებს და ჩვენ ხედავთ პირდაპირ საქართველოს ფიქრობ მათთვის, ვისაც უნდა იკვლიოს დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის მეთოდები, საქართველოში შეუძლია ჩამოვიდნენ და ამაზე დისერტაციები წერონ, თუ როგორ ეხმარებიან ადგილობრივი ყორღანაშვილები უცხო ძალებს იმისთვის, რომ საქართველოს გახადონ მათი თავდასხმის ობიექტი. ნახეთ, პირდაპირ არის ასე ვთქვათ სქემა, რომელიც გამოჩნდა, დაიწერა ორი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული სტატია, ორივეს ავტორები არიან ქართველები და საზღვარგარეთ გამოქვეყნდა. შემდეგ უბრალოდ სამი არის თინა ხიდაშელი, რომელიც რაღაც კვლევებზე საუბრობს, დაკვირვებებზე, გიორგი კანდელაკი და კიდე ერთი ქართველი ქალი, რომელმაც ასევე ჰილში გამოაქვეყნა სტატია. ყველა სამივე ეს ეგრეთ წოდებული კვლევები არის ცრუ კვლევები, რომელთაც უნდა შექმნას საბაბი, რომ აიწიოს საინფორმაციო ხმაური ამასთან დაკავშირებით, მოხდეს გაისმას ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ, შემდეგ გამოვიდეს ადამიანი და მართლაც მძიმეა, როდესაც ყოფილი სამხედრო და ჩვენი სამხედრო ძალების ერთ-ერთი ყოფილი მაღალი ხელმძღვანელი პირდაპირ ეთერში ასახელებს მისი აზრით, სად იქნებოდა კარგი, რომ ის ვინც ემტერება ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებს, მიიტანოს დარტყმა. ასე რომ ეს არის მთელი სქემა, სადაც ხედავ ჩვენ ქართულ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ
თანამშრომლობენ უცხო ძალებთან იმისთვის, რომ შექმნან საბაბები საქართველოზე სხვადასხვა სახის საინფორმაციო პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმები. რა უარყო? გამოძიება როდესაც დაიწყო და მიმართვა იყო გივით არგამაძესთან დაკავშირებით, ითქვა რომ დაკავშირება მასთან ვერ ხერხდებოდა, თუმცა რაღაცნაირად ესე შეიფიქრა რომ თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა გივით არგამაძეს. აი ამის რა მიზანი შეიძლება ჰქონოდა აი ესეთი კამპანია, მისი მხრიდანაც გაკეთდა განცხადება და თქვენ როგორ ახსენებთ რა კამპანია იყო ეს? მე მგონი საზოგადოება აკვირდება რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემაც ვისთვის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი აქვს ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში არავის და არაფერს სამხრივ არ ერიდება, ასე რომ არ ინერვიულოს არავინ, ვით საპოვნელია ყველას იპოვნის ჩვენი სახელმწიფო და თუ ვინმე წარსადგენი არის მართლმსაჯულებაში, მასაც წარადგენენ. რაც შეეხება კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ ლანდშაფტი, ჩვენ ვხედავთ ეს იგივე სქემა, რომელიც გამოყენებული იყო უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ზუსტად იგივე სქემა, იგივე ადამიანები, ქართველი ყორღანაშვილები, რომლებიც დგანან უცხო ძალების სამსახურში და საკუთარ სამშობლოს ქმნიან დარტყმის ობიექტად. ეს არის რეალობა, მეხუთე კოლონა, რომელიც ჩვენ შიგნით ყავს და ამაზე უნდა ვისაუბროთ ამის შემდეგ, რომ რამდენად ასე ვთქვათ, ფესვგამდგარი არის უცხო ძალების სასარგებლო საბოტაჟი და დივერსია საქართველოში. ინფორმაციის გავრცელება ხომ შეიძლება ჩვენთვის დისკრედიტირების ცდელობა თუ დისკრედიტა ეს არის დივერსია, შეიძლება დივერსია არის, როდესაც ჩვენ შიგნით ყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველოს გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის და არიან მონაწილე, არიან ერთ-ერთი რგოლი საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდულ ომში. ასე რომ ეს არის ფაქტი და აქედან უნდა ამოვიდეთ. ბატონო, რა შეიძლება სხვა თანამშრომლობის არიზები და კითხოთ კიდევ ერთხელ, ანუ ნაციონალური მოძრაობაში ერთ პარტიაში გაერთიანებულ ხალხს ხედავს თუ არა და არსებული ინფორმაციით ხუთიანის ქვეშ აპირებენ საერთო სიით არჩევნებში გასვლას. მართალია შორიაჯერ არჩევნებამდე, მაგრამ ასეთ პერსპექტივას ხედავთ თუ არა, რომ საბოლოოდ მაინც მივიდნენ აი ამ ერთიან სიამდე, ხუთიანამდე და ზოგადად ვინ შეიკრიბა ამ ალიანსში? ხო, არანაირი გაერთიანებული ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს. არსებობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ცდილობდა რომ თავისი ცდილობდა რომ ნაცარი შეეყარა თვალს ჩვენი საზოგადოებისთვის, თითქოს აღარ არის ერთიანი და დაშლილია და სხვადასხვა პარტიებია. სიამოვნეში რასაც ჩვენ საუბრობდით, ყველაფერი ახდა. რომ ეს არის ისე ვის ხალხი, იგივე სახეები, ვინც საქართველოში შექმნა წამების სისტემა, ვინც საქართველოში შექმნა ტელევიზიების ტერორის და მიტაცების სისტემა, ვინც საქართველოში შექმნა სახელმწიფო რეკეტის სისტემა, აი ეს ადამიანები პირდაპირ სცენაზე შედან და შეგვიძლია იმ თაობას, რომელსაც არ ახსოვს ეს დიქტატორული რეჟიმი, ეხლა ერთ მენიუში წარმოდგენილად არიან ყველა მცირე დიქტატორები მიხეილ სააკაშვილის დიდი დიქტატორის ხელმძღვანელობით. ასე რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ ერთიანია და საქართველოს კვლავ იგივე პასუხს გასცემს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს ქვეყანა მიიყვანა დემოკრატიული კრახისკენ, ეკონომიკური სტაგნაციისკენ და მიიყვანა ომისკენ. როცა ეუბნებიან, რომ ნაცნობრობის გარშემო გაერთიანდნენ, ეს კითხვა აბრაზებს. ამბობენ, რომ ისინი არიან ინდივიდები და შეიქმნა მხოლოდ ერთი იდეის გარშემო, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ეფექტურად იბრძოლოს. ეს არის ჩვენი არსიო, თორე ინდივიდუალურები ვართ და ყველა ჩვენი ხედვა გვაქვს. ესე ამბობენ თავად. ეს წარსულთან გამოჯვნა რას ნიშნავს? ზოგადად ნაცობა როგორც იდეოლოგია არ ეფუძნება ინდივიდებს და ეს არის მთავარი სირთულე მათ შორის, ვინაიდან ეს არის კოლექტიური აზროვნების მქონე ჯგუფი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილი არის სხვისი მსახურება, სხვა ქვეყნის მსახურება, სხვა ძალების მსახურება
და მათი მოსაწონარის გაკეთება. ასე რომ ინდივიდები არ არსებობენ, იმ სცენაზე არ არიან ინდივიდები, ეს არიან ნაცები, კოლექტიური ნაცები, რომლის მთავარი იდეოლოგია სწორედ ეს არის და ვხედავთ ყოველ მათი განცხადება რა არის, რომ პირველი ნაციონალური მოძრაობა შეიკრიბა და პირველი გადაწყვეტილება რაც გეგმის როგორ წავიდნენ ამერიკაში. ანუ ეს არის პირველი გადაწყვეტილება როგორ წავიდნენ ამერიკაში და ვის ელაპარაკონ ამერიკაში. აი ეს არის მათი მთელი ფილოსოფია, რაც იყვნენ ისინი ხელისუფლებაში 2012 წლამდე, ოპოზიციაში და ახლაც ერთი ფილოსოფია აქვს, რომ ნახონ პატრონი, რომელიც მათ დასვავს ხელისუფლებაში და შეუნარჩუნებს ხელისუფლებას. ეს არის პატრონყმული ფილოსოფიის და მსოფლმხედველობის მქონე გაერთიანება. ასე რომ ნაცმოძრაობა როგორც იდეოლოგია, ეს არის პატრონყმობა და სხვისი უცხო ჯგუფების ინტერესების გატარება. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი შეეხებოდა რეალურად ეს შეხვედრა უარყოფა ასეთი კატეგორიული არ ყოფილა და თანაც ამას დაემატა სცენა გაპარვის ნინო ლომჯარიასი დიპლომატიური სამსახურის ჩართულობით. ეს დამატებით კითხვებს გიჩვენთ თუ არა თავად სასაუბრო თემასთან დაკავშირებითაც. ხო, თავად სცენა ქონდა გარკვეული გერმანული ესთეტიკა იმ მხრივ რომ ასეთი სცენები აღმოსავლეთ ბერლინ და დასავლეთ ბერლინში რო გარბოდნენ ალბათ გადაყავდათ ხოლმე ფარულად რაღაც ესეთი სცენები გვაქვს ნანახი ასე რომ იგრძნობა გარკვეული გერმანული ესთეტიკა ამაში. ერთი მეორე ხედავთ რა ბატონი პეტერის პოზიციებს საქართველოსთან დაკავშირებით, ვიცნობთ რა ქალბატონი ნინო ლომჯარიას პოზიციებს საკუთარ სამშობლოსთან დაკავშირებით. ამის და იმ ინფორმაციის შეჯერებით მე ნაკლებად მეპარება ეჭვი რომ ეს ასე არ ყოფილიყო. ჩვენ სამწუხაროდ ბატონი პეტერისგან ხედავთ დამოკიდებულებას ქართული ხალხის მიმართ და არ ვიცი რატომ აქვს მას ესეთი დამოკიდებულება გარკვეული ზიზღი ქართული ოცნების და მისი აუმჩევლის მიმართ. მე მინდა ბატონ პეტერს უთხრა რომ ქართულ ხალხს და განსაკუთრებით ქართულ ოცნებას მის ამომრჩევას ნუხტის ზიზღის ობიექტად. ჩვენ არ ვფიქრობთ რომ სწორია რომ ზიზღის ობიექტად წარმოსახო საქართველო, მისი მოსახლეობა, მისი ხელისუფლება და სამწუხაროდ მის პოზიციებში, მის გამონათქვამებში სამწუხაროდ ეს ზიზღი ძალიან ნათლად ჩანს. რაც საკმაოდ მძიმე არის რომ იმის ფონზე რა პარტნიორობა საქართველოს და გერმანიას შორის არსებობდა, დღეს ყავს ადამიანი, რომელიც წარმოადგენს გერმანიას და რომელიც პირდაპირ გვაჩვენებს მის პიროვნულ დონეზე ფაქტობრივად ზიზღის პოზიციას ქართული ოცნების მიმართ, ხელისუფლების მიმართ, მისი ამომრჩევლების მიმართ. და სულ აპელირებს რაღაც თეორიულ თუ წარმოსახვით საქართველოსზე, რომელიც ყოველ დღე მას ხდება და იმადლიერება და რაღაც ამითი უნდა რომ დაიმშვიდოს თავი, მაგრამ კიდევ ერთხელ არ არის სწორი რომ ზიზღის ობიექტი გახადო საქართველო, ქართველი ხალხი, მისი ხელისუფლება. ეს არ არის ევროპული საქციელი, ეს არ არის ევროპული მიდგომა, ეს არ არის ბოლო ათწლეულების გერმანული მიდგომა, რომ ზიზღი დათესო სხვა საზოგადოებაში. ასე რომ სამწუხარო საკითხი მოვლენასთან საქმე, თუმცა ბატონი პეტერის შემთხვევაში ფიქრობ ეს უკვე უიმედო შემთხვევა არის. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია რომ დაველოდოთ ივნის, როდესაც ის წავა საქართველოდან და იმედი მაქვს რომ შემდეგი ადამიანი ვინც ჩამოვა ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. სამწუხაროა რომ 30 წლიანი ჭიდრო პარტნიორობა საქართველოს და გერმანიას შორის ამ ადამიანმა 3 წელიწადში დაანგრია.